გამარჯობათ, მე ვარ ზურაბ ხეიძე, ცოტა რამ წიგნების და ჩემი მოგონებების შესახებ. სხვათაშორის საჩუქრები რომ მოდიოდა ხოლმე, ხშირი იყო წიგნი. ჩიბოლინოს თავგადასავალი. ასევე პინოქიო. ძილის წინ წასაკითხი სანამ მე თვითონ კითხვას ვისწავლიდი, როცა კითხვა ვისწავლე, მე თვითონ მომინდა იმის წაკითხვა უკვე დამოუკიდებლად, იმიტომ რომ ახლა ამ ხელა წიგნის ერთ დღეს წაკითხვა არ შეიძლება და მეუბნება რომ დაგვანებე თავი, დანარჩენს ხვალ წაგიკითხავთ, ხო და როცა შენ ხარ ასე თქვა თვითონ, შენ განსაზღვრავ იმ დროს რა დრო უნდა დავუთ. კონან დოილის შერლოკ ჰოლმს. სპებია ჩემი მეკითხავდა ხოლმე. და მე თვითონ რომ დავიწყე კითხვა, მიყვარდა წინასწარ მიხვედრა რაში იყო საქმე. აი ამ წიგნმა განაპირობა ის რომ მე რადგანაც ადამიანების ქცევმა დამაინტერესა, ამან განაპირობა რომ მე ფსიქოლოგიაზე ჩავაბარე. გადაწყვეტილება მე ვიღე მერვე კლასში, ასე ვთქვათ. ალექსანდრე დიუმა იყო საიმუშკეტერი, იქ 5 ტომი არის, 4 ტომი წაკითხული მაქვს 3-ჯერ, 5 ტომი წაკითხული მაქვს 2-ჯერ. ბოლოს 4 ტომი, იმიტომ 5 ტომზე იმიტომ არ გადავედი, რომ კვდებიან და არ მინდოდა ეს წამეკითხა, ასე ვთქვათ, როგორ იღუპებიან ეს ხალხი. იზღირებულებების ბაზა, ასე ვთქვათ, რაც იმაშია მოცემული, ხო, მე შენ ქცევებში ახდენ კორექციას, ანუ შენი ხდება. აი ამაზე კარგად, ამ ადამიანზე კარგად, ასე ვთქვათ, წიგნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით ბატონ გურამს და ჩანაშვილს გულისხმობ, ამაზე კარგად არცი ვერავინ ვერ გადმოცემს. კაც რომელსაც ლიტერატურა უყვარდა. კი, მაგრამ შენ საიდან ხვდები ეს დიდი წიგნი, ეს დიდი მწერალია თუ არ არის მწერალი, ვინ მოგცა უფლება ესე განსაზღვრება. მარტივია შეხედეთ თუ ამბურძგლა დიდი მწერალია. და მე მახსოვს იგივე განცდა დოსტოევსკის რო კითხულობდი. დანიშნულდა სასჯელი, კარებზე აკაკუნებენ, ყოლელი კარების უკან იმალება და მე დამაწყებინა კამკალი რომ არ შემოვიდნენ. როგორც მე მითხრას, უნდოდა ჩემი გაცნობა. დავგეგმეთ კიდეც გაცნობა, მაგრამ აი იმ პერიოდში გარდაიცვალა, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ 60-ელი პირველი მაგალითად რო დავიწყე კითხვა, ეს მოგვიანებით იყო უკვე პირველ თუ მეორე კურსზე ვარ, რომ დავიწყე დილის 7 საათი იყო, იმიტომ რომ საერთოდ ვერ მოვწყდი. სიტყვის კავშირი ემოციასთან. ქალი იყო იდუმალებით მოცული, როგორც არის სიტყვა მოისფრო. მე კიდე გვერდზე დავრჩი, როგორც არის სიტყვა მაშასადამი. საერთოდ მე ურჩევ ხოლმე, რომ წიგნი თუ არ გეძახის, რო წამეიღე გადადა, ესე იგი მაგის დრო არ მოსულა. ეხლა ცოტა სხვა პერიოდია. ადამიანებს წიგნზე უფრო ინფორმაცია აინტერესებთ. ვერ გავიგე რანაირი სიამოვნებაა ბოლო ვნახო ფილმში რა მოხდა, ან ბოლო წავეკითხო იმაში რა მოხდა, ხო? ამ ხრივ სერიოზული ჩამორჩენა ექნებათ ადამიანებს, რომლებიც არ კითხულობენ, მაგათ ემოციურ მომწიფებულობაში. ამიტომ ჩვენ მივიღებთ უემოციო მომხმარებელ ადამიანებს, რომელსაც აზროვნების პროცესიც კი ეზარებათ. ახლა არჩევანი თითოეული ადამიანზეა. უნდათ წაიკითხონ, უნდათ არ წაიკითხონ. უბრალოდ ჩემი აზრით, ვინც არ კითხულობს, ძალიან ბევრ რამეს კარგავს.